კალიბრი 160 მილი. სიზუსტი აქვს საკმაოდ განჩის ბრიგადას რამდენი მექანიზმით, რომელსაც თან შეუძლია ერთ საბრძოლო კომპლექტი არის. დღეს საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალების ოჯახს კიდევ 700 წვევანდელი შეემატა. ძალიან ამაყი ვართ ამით, რომ ესეთი კარგი ვაჟკაცები მოდიან ჯარში. ეს ჩვენი საერთო ოჯახია და რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ შეუქმნა ყველა პირობა მათ, რომ საკუთარი ამოცანა შეასრულონ. ჩვენ დავიწყეთ სერიოზული ზრუნვა სოციალურ პაკეტზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების სოციალურ დაცვას. უახლოეს პერიოდში ექნებათ ახალი ჯანმრთელობის პაკეტი და რაც მთავარია, ასევე პრემიერ-მინისტრის ივანიშვილის უშუალო მითითებით მომავალი წლიდან უკვე გაეზრდება ხელფასი ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში. ასე რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმისთვის, რომ ჩვენ შევუქმნათ რეალურად ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს, როგორც სოციალური, ასევე მათი საყოფაცხოვრებო პირობებიც უნდა გავაუმჯობესოთ და რაც მთავარია, მათ ჰქონდეთ ისეთი ტექნიკა და იარაღი, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ღირსეულად შეძლოთ. ჩვენ გადავდივართ პროფესიულ არმიაზე, ამას დაჭირდება დრო. ჩვენ თვის ბოლოს უკვე გვექნება საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს რეფორმირების ხედვა წარმოდგენილი, სადაც გათვალისწინებული იქნება ეტაპობრივად შემცირება წვევანდელთა და მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლა.